President of the Republic of Azerbaijan. გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობოში თანხმების შემდეგ ბაქო და ერევანი ურთიერთობების განსამტკიცებლად სხვადასხვა გზას მიმართავენ. ამჯერად ასეთ ფორმატად სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იქცა. მართალია აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრაზე ფიზიკურად არ ჩასულა, თუმცა ილჰამ ალიევი სამიტს ვირტუალურად დაესწრო. კომუნიკაციის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2 წელიწადში ამავე სამიტის ფარგლებში მიეცემა ბაქოში ჩასვლის შესაძლებლობა. ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებითაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო მზარდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონამდე. თავისუფლებას მივცემ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების შედეგად ეს სამიტი იქცევა ისტორიულ მოვლენად, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტაბილურობასა და მშვიდობას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დაპირისპირებაში მყოფ მეზობელთან ამჯერად დიპლომატიურ მიღწევებზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის კრიტიკის სამიზნედ იქცა ევროპარლამენტი, რომელთანაც ბაქომ ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის გამო თანამშრომლობა 1 მაისს გაწყვიტა და ბრიუსელის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ცილის წამებასა და დისკრედიტაციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. I invite the members of EPC to Azerbaijan. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვიწვევ. სხვათა შორის სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს კი ნათელი დასტურია იმისა, რომ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეალურია. სულ რაღაც 9 თვეა მშვიდობიანად ვცხოვრობ და სწორედ ასე ვსწავლობ ცხოვრებასაც. ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის აზერბაიჯანს დააკავშირებს მის ექსკლავთან, ნახჭევანთან. გარდა ამისა, ეს მარშრუტი იქნება შუადერეფნის ნაწილი. სომხეთის და აზერბაიჯანის უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო მადლიერება ევროკომისიისადმი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული პოზიციისთვის. სამწუხაროდ, ყველა ევროპული ინსტიტუცია არ ავლენს მსგავს მიდგომას. 2021 წლის მაისიდან ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან 6 თვეში 2026 წლის 30 აპრილამდე ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომელიც სავსეა აზერბაიჯანის მისამართით შეურაცხყოფებითა და სიცრუით. Kind of obsession. სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა სახელმწიფო გუნდმა საქებარის წვები დაიმსახურეს საფრანგეთის პრეზიდენტისგან. პანელური დისკუსიის ფორმატში ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ერევანი მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს, რაც სამხრეთ-კავკასიური სახელმწიფოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტიური მუშაობის შედეგია. And by the way, I think the work made during the past few years by Nikol. სხვათა შორის ვფიქრობ, გასული წლების განმავლობაში სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაწეული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია. მოდით გულწრფელნი ვიყოთ, 8 წლის წინ არავინ არ ჩამოვიდოდა აქ და ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ბევრი თქვენგანის ვიზიტი პირველად შედგა, ძალიან კარგი გზავნილია, რადგან 8 წლის წინ ეს ქვეყანა ამაგიდის გარშემო მყოფი სხვა სახელმწიფოების მიერ განიხილებოდა როგორც რუსეთის დე-ფაქტო სატელიტი. ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო ხავერდოვანი რევოლუცია და გადაწყვიტა თავისი ქვეყანა რუსეთისგან დაეცვა. ამის გამო ადრეც და ახლაც ის ჯერ კიდევ ყოველდღიური თავდასხმების ქვეშაა. ძალიან ძლიერი გზავნილია ის ფაქტი, რომ მან გადაწყვიტა არჩევანი გაეკეთებინა მშვიდობისა და ევროპის ირგვლივ. ომში უკრაინის გაუტეხლობა, სომხეთის სტრატეგია და ის, რაც კეთდება მოლდოვასა და ასევე ამაგიდის გარშემო მყოფ ქვეყნებში, ასევე არის დასტური იმისა, რომ ჩვენ როგორც ევროპელებმა გასული წლების განმავლობაში გადავწყვიტეთ გამოფხიზლებულიყავით და არ ყოფილიყავით დამოკიდებული რომელიმე დიდ ძალაზე. სწორედ ეს არის სტრატეგიული ავტონომიურობის ერთ-ერთი საწინდარი. And not to be dependent on any big power. მოსკოვში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინმა ერთგვარი ულტიმატუმი წამოუყენა. პროევროპული კურსის არჩევის გამო და მიანიშნა, რომ 2 სკამზე ერთდროულად ჯდომა არ გამოვიდოდა.